ანდრე აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს 2026 წლის იანვარში უკვე გაიხსნა მეცხრე ობიექტი. თებერვლიდან კი რიგით მეათე კაფე დაემატება. Როგორც PMG-ის კომპანიაში უთხრეს, თითოეული ახალი კაფე საშუალოდ 300,000 ევროს ღირებულების ინვესტიციით იხსნება. 2026 წლის იანვარში ბაქოში რიგით მეცხრე კაფე ADA უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გავხსენით. თებერვლის დასაწყისში კი ჩვენს ქსელს მეათე ობიექტი დაემატება. თითოეულ კაფეში საშუალოდ 300,000 ევროს ინვესტიცია ჩავდეთ. ამბობენ ანდრეში. რაც ეხება გასულ წელს, ანდრემ 2025 წელი 3 ახალი ობიექტით დახურა. თბილისში ლაღეძის ქუჩაზე, ლონდონში ჩელსიში და ბაქოში ნარიმოვის ქუჩაზე. ამ დროის მონაცემებით ანდრეს ჯგუფი ჯამურად 30 კაფეტერიას ფლობს საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია ჯამურად 3 ქვეყანაში 600 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ახალი ობიექტების დამატებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მზარდია. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, არსებულ ბაზრებზე გაფართოების პარალელურად ამერიკაში განვითარების გეგმას ამუშავებენ. 2025 წლის დეკემბერში TBC ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯებზე წლიურად 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა. TBC კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 36 ლარი შეადგინა. ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას გასტრონავტის დამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი. მისი თქმით, უნაღდო ტრანზაქციების ზრდის ტემპი 2025 წლის დეკემბერში როგორც რეზიდენტების, ისე არარეზიდენტების მხრიდან 2024 წლის დეკემბრის პასიურ პერიოდს უკავშირდება, რადგან ამ დროს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე რესტორნებს არათუ უცხოელები, ადგილობრივებიც ნაკლებად სტუმრობდნენ. მისივე თქმით, ჩეკის საშუალო მოცულობაში დღეს წამყვანი მაინც ინფლაციის ფაქტორია, რადგან მენიუს ფასები 10-15%-ით არის გაზრდილი. მუსიკალური სტუდია ანაბანა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, უკვე 16 წელია ბავშვთა მუსიკალურ განათლებაზე ორიენტირებული. სტუდიის დამფუძნებელი მარინა ბერიძე BMG TV-ს გადაცემაში ქალების ნარატივი აცხადებს, რომ ანაბანას კონკურენტუნარიანობას რამდენიმე ძირითადი პრინციპი განსაზღვრავს. კერძოდ სილაღე, ცოცხალი შესრულება და სწორად შერჩეული რეპერტუარი. მარინა ბერიძის ინფორმაციით, სტუდიაში ამ ეტაპზე 9 პედაგოგია დასაქმებული და გუნდი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისივე თქმით, ანაბანას მთავარი პრინციპია ბავშვებთან მუშაობის პროცესში ფონოგრამის სრულად გამორიცხვა. სტუდიის დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ მუსიკალური განათლების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ რეპერტუარსა და ხმის სწორად დამუშავებას. საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით შუა დერეფანის სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ძვირ მიმართულებად რჩება. BMG TV-ს გადაცემა ანალიტიკას ეთერში შუა დერეფნისა და მისი შემადგენელი ნაწილის საქართველოს მონაკვეთის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას. ირაკლი ნემსაძემ განაცხადა, რომ საქართველოს შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად უნდა იქცეს, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკა სწორედ იმ შემაშფოთებელ ნიშნებს გვაძლევს, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის. გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ, რა ბარიერები არსებობს საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთში და რა გამოწვევებს უქმნის ეს ბიზნეს, საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელი მთავარ გამოწვევად საბაჟო გამშვებ პროცედურებს ასახელებს. გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელმა 2025 წელს გადაზიდვებში არსებული ვითარებაც შეაფასა. ის ამბობს, რომ ბოლო 2 წელიწადია გადაზიდვების სტაგნაციითა და მცირედი კლების ტენდენციით ხასიათდება.